მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ვასო და ვებსიდან ოფიციალური და ყველაზე ცხელი ინფორმაცია მოვიდა. დაანონსდა ის, რასაც ყველა ელოდა. მერაბ დვალიშვილი და პიოტრიანი ოქტაგონში მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. ბრძოლა ჩანიშნულია მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს UFC 333-ზე აბუ-დაბიში. ბაგიდაზე სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დევს, რომელიც მერაბმა უკან უნდა დაიბრუნოს. პირველ ჯგუფში ქართველმა აბსოლუტური მასტერკლასი აჩვენა, ხოლო გასული წლის დეკემბერში იღბალი იანის მხარეს აღმოჩნდა. ახლა კი დგება მომენტი წერტილის დასასმელად. თბილისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პიოტრიანმა მერაბი ღიად გააკრიტიკა და სცადა მისი დისკრედიტაცია. თუმცა გულშემატკივარმა იცის, რომ ეს უბრალოდ შიშისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობაა. მერაბი აბსოლუტურად მშვიდად პასუხობს. მისი მთავარი არგუმენტი ოქტაგონია, სადაც იანს პასუხს ყველაზე მკაცრი ფორმით გასცემს. 24 ოქტომბერი აბუ-დაბიში იქნება სპორტული სამყაროს ყველაზე ცხელი წერტილი. მერაბს აქვს შანსი ქამარ სამშობლოში დააბრუნოს. შეკითხვა: რამდენ რაუნდში მოიგებს მერაბი? გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. წარმატებები მერაბს, წარმატებები ჩვენს სამშობლოს საქართველოს.